გამარჯობა მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ უშუალოდ ლუდის ხარშვის ვიდეოს. ამისთვის მარტივად ავაწყობთ ჩვენს სახარში ქვაბს და მოვამზადებთ უკვე წყლის ჩასყმისთვის. დეტალური განხილვა სახარში ქვაბის მიდევს YouTube-ზე და შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეო. სანამ წყალს ჩავასხამთ, მოდი გავზომოთ pH-ი ჩვენი წყლის, მე ვიყენებ ონკანის წყალს და მიღებული შედეგი არის სადღაც 7-დან 8-მდე. იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა იყოს 6-დან 7-მდე, მაგრამ ამ შემთხვევაში დავტოვოთ ასე როგორც არის. რეცეპტის მიხედვით ვიყენებთ 4 სხვადასხვა ტიპის ალაოს. 2 კილო არის ხორბლის ალაო, 1 კილო პილსნერი და 2-იც მცირე რაოდენობით სხვადასხვა ალაოები, რომლებიც მისცემენ განსხვავებულ გემოს. რეცეპტის მიხედვით გვჭირდება 12 ლიტრი ნახევარი წყალი, ჩავასხათ იგი ქვაბში და ავიყვანოთ სასურველ ტემპერატურამდე, რომელიც არის 45 გრადუსი. ამ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს ჩვენი ალაოს ჩაყრა ქვაბში. აი უკვე სახარშმა ქვაბმა გვამცნო, რომ ტემპერატურა წყალის არის 45 გრადუსი და ვიწყებთ ალაოს ჩაყრას. როდესაც ჩავყრით 4-ვე ტიპის ალაოს, კარგად უნდა მოუვრიოთ იგი. ამის შემდეგ უკვე დროა დავუყენოთ საცირკულაციო მილი და ჩავრთოთ იგი. პირველი ყოვნი იყო 45 გრადუსი 10 წუთი, ამის შემდეგ გავზარდეთ ტემპერატურა 63 გრადუსამდე და ვადუღეთ 40 წუთი. როგორც ვიდეოში ჩანს, თავიდან ცოტა არასტაბილური იყო ტემპერატურები, მაგრამ მალევე დაუბრუნე ყველაფერი თავის რიტმს. შემდეგ პაუზა გვაქვს 72 გრადუსზე 20 წუთი, შესაბამისად მიუთითეთ უკვე და წავიდა ტემპერატურის ზრდა. აი უკვე მიაღწია 72 წუთს და ამის შემდეგ 20 წუთი უნდა იყოს ამ ტემპერატურაზე. ხოლო ამის შემდეგ 10 წუთი 76 გრადუსზე. ბოლო ტემპერატურული პაუზის შემდეგ, ანუ 76 გრადუსზე, როდესაც გვექნება 10 წუთი, უკვე უნდა მოხსნათ ეს ჩვენი ცირკულაციის მილი და უნდა მოხდეს ჩვენი ნახარში ალაოს გამოცალკევება და უნდა დავტოვოთ ქვაბში მარტო წვენი, რომელიც უნდა ვადუღოთ 1 საათით. კარგად ჩანს ვიდეოზე, უკვე წავიდა 100 გრადუსისკენ ტემპერატურა და ამ დროის განმავლობაში ჩვენ უნდა ჩავრეცხოთ უკვე გაცხელებული წყლით ჩვენი ალაო. როგორც წინა ვიდეოში გაჩვენეთ, 2 ეტაპად შეგვიძლია ამოვწიოთ ჩვენი შიდა ჭურჭელი და დაველოდოთ სითხის ჩამოსვლას ქვემოთ. რეცეპტის მიხედვით 6.1 ლიტრი უკვე გაცხელებული წყალი გვჭირდება, რომ ჩავრეცხოთ ეს ჩვენი ალაო, რომ დარჩენილი შაქრები, რაც აქვს, გამოიტანოს და ჩავიდეს ქვემოთ. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე მეორე ეტაპად ამოვწიოთ და უკეთესად მოხდება დაწრეტვა ჩვენი შიდა ჭურჭელის. ქვაბს აქვს შესაძლებლობა, რომ სრულიად ავტომატიზირებული იყოს ყველა ეტაპი. აი უკვე მიაღწია ჩვენს ქვაბში ტემპერატურა 100 გრადუსს, ამიტომ ახლა ჩავყავოთ პირველი ეტაპის სვია 13 გრამი ხარშვის დასაწყისში. პარალელურად უნდა დავიწყოთ აუცილებლად ყველა ნივთის დეზინფექცია და სტერილიზაცია. სახლის პირობებში შეგვიძლია გამოვიყენოთ იოდი, როგორც თქვენ ხედავთ ვიდეოში, ან წყალბადის ზეჟანგი, ან მაღალგრადუსიანი სპირტი. ახლა გავზომოთ ჩვენი pH-ი, უნდა იყოს იდეალურ ვარიანტში 5.3-დან 5.6-მდე. ახლა ვნახოთ გრაფიკი, თუ რამდენი ხანი რა ტემპერატურაზე იყო ჩვენი ლუდსახარში. აი ახლა უკვე სანამ დუღილი დასრულდება, 15 წუთით ადრე ჩავყვით მეორე ეტაპად სვიას, რომელიც უნდა იყოს 6 გრამი და დაველოდებით შემდეგ ეტაპს. სანამ დაასრულებს ქვაბი მუშაობას, 10 წუთით ადრე ადუღებულ სითხეში ჩავდოთ ჩვენი უკვე სტერილური გამაგრებელი ჩილერი, რომელიც დამატებით კიდევ გაივლის სტერილიზაციას 100 გრადუსზე. ჯამში 1 საათის გასვლის შემდეგ უნდა გავაგრილოთ ჩვენი სითხე მაქსიმალურად სწრაფად. ონკანის წყალი მიუერთეთ ჩვენს გამაგრებელს და დაახლოებით 30-40 წუთი დასჭირდა, რომ აი ამ ტემპერატურამდე 23-24 გრადუსამდე ჩამოსულიყო. რეფრაქტომეტრით გავზომეთ ჩაქრიანობა და მივიღეთ 10.5 ბრიქსი. საფუარი, რომელსაც დავამატებთ, ამ შაქარს გარდაქმნის ალკოჰოლად.
ეს არის ჩვენი საფუარი, რომელიც 23 ლიტრამდე სითხეს ყოფნის, მაგრამ ნაკლებ რაოდენობა სითხეზეც არ არის პრობლემა. ყველა საფუარს თავისი ფერმენტაციის ტემპერატურები აქვს, ჩემს შემთხვევაში ვაპირებ ფერმენტაცია მოხდეს საშუალოდ 21-დან 23 გრადუსამდე. საფუარი აქტიურ მუშაობას დაიწყებს 6 საათის შემდეგ და დაახლოებით 2-3 დღე გასტანს. შემდეგ უკვე ნელ-ნელა შენელდება პროცესი. შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის.